ტყიბულის ნომერ 6 საჯარო სკოლამ ინტელექტუალურ პროექტ ეტალონის შესარჩევ ტურს უმასპინძლა. პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით ნიჭიერი და გონიერი ახალგაზრდების გამოვლენასა და წახალისებას ემსახურება. ეტალონი ამჯერად ტყიბულელი მოსწავლეების ინტელექტუალურ უნარებს წარმოაჩენს. პროექტში ჩვენი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების უმრავლესობა ჩაერთო. კონკურსის პირველი ტურის შედეგად უშუალოდ სკოლებში მოხდა მოსწავლეთა გადარჩევა, რის შემდეგაც 51 გამორჩეულად ნიჭიერი ბავშვი შეირჩა. ღონისძიებას ორგანიზება კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა საგანმანათლებლო რესურს ცენტრთან ერთად გაუკეთა. შესარჩევი ტურისათვის კითხვები ეტალონის რედაქციის მიერ იქნა მოწოდებული. აღნიშნული პროექტი პირველად ტარდება ტყიბულის მუნიციპალიტეტში, რაზეც დიდ მადლობას ვუხდი ქალაქის ხელისუფლებას და ასევე ეტალონის წამყვანს და გადაცემის ავტორს ბატონ გოჩა ტრაშილაშვილს. მინდა ჩემი პოზიცია დავაფიქსირო, მე გამიჩნდა აზრი აქ მოსულიყავ, იმიტომ რომ პირველ რიგში მესახელებია ჩემი სკოლა, წარმოჩენილიყავი საქართველოს მასშტაბით და მე თქვა ყველასთვის რომ ტყიბულში არის ინტელექტუალური თაობა, ტყიბულში არის განვითარებული თაობა და ტყიბულში არის ის მომავალი თაობა, რომელიც 10-20 წელიწადში აიღებს ქვეყნის ხელისუფლებას სათავეში და იქნებიან პირველი მოსწავლეები თუ პირველი პირები თუ პირველი პრეზიდენტები. ჩემთვის ეს არის თავი. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ პროექტებში მონაწილეობა, რადგან გამოცდილებასაც ვიღებთ რაღაც მხრივ და ინტელექტუალურ დონეს ვიმაღლებთ კიდევაც. ამასთანავე ასეთ პროექტების საშუალებით ახალ მეგობრებს ვიძენთ და უახლოვდებით საერთოდ საზოგადოებას. მე საერთოდ ხიბლავს ესეთი თამაშები და ყოველთვის მონაწილეობ რაც ტყიბულში ინტელექტუალური თამაშები ტარდება, ჯერჯერობით თქვენი არც ერთი არ გამოტოვებია 6 წლის განმავლობაში. პროექტ ეტალონის შესარჩევი ტურის შედეგად გამოვლინდება 10 ყველაზე ინტელექტუალური მოსწავლე, რომელიც 11 იანვარს თბილისში გადაცემა ეტალონის ჩაწერაზე გაემგზავრება. ორ ეტაპად ჩატარდება, პირველ ეტაპზე დაისმება 10, მეორე ეტაპზე დაისმება 10 შეკითხვა. თუ იქნება, ესე იგი, ერთნაირი ქულით 11 ბავშვი უნდა გამოირჩეს, 10-მა მონაწილეობა მიიღოს და ერთი რომ დაუშვათ წასვლის დროს ვინმეს პრობლემა შეექმნეს, აი ხო თადარიგში რომ იყოს და აი ოღონდ თან გენდერული აუცილებლად უნდა დავიცვათ, ხო ეს უნდა დავიცვათ, მაგრამ ეს მოხდება გამარჯვებულებს ერთნაირ ქულიანებს შორის. ეხლა ისე რომ ვინმეს მაღალი ქულა ქონდეს და რადგან ესე არა, ერთნაირ ქულიანებში დაისმება ეს საკითხი. მთელი ოკრიბის მასშტაბით ტარდება ეს ინტელექტუალური შეჯიბრი, ესე რომ ვთქვათ, ჩართული არის უმრავლესი სოფლის უმრავლესობა სკოლებისა, ქალაქის ყველა საჯარო სკოლა აბსოლუტურად. პირველი შესარჩევი ტური ჩატარებული იყო თავად სკოლებში და წარმოჩინდნენ წარმატებული ინტელექტუალური კომუნიკაბელური ახალგაზრდები. მეორე ტურის ბოლოს გამოვლინდება 10 გამარჯვებული, რომელიც გაემგზავრება თბილისში 11 იანვარს გადაცემა ეტალონის ჩაწერაზე და წარმოაჩენს ჩვენს ქალაქს და ჩვენს მუნიციპალიტეტს.